დემოკრატიის ინსტიტუტი მოქალაქეებს ენერგოპრო ჯორჯიასთან ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, ენერგოპრო ჯორჯიას სემეკის დადგენილებით ვალდებულია აბონენტებს ხელშეკრულება გაუფორმოს. ორგანიზაცია მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებას თავაზობს. დემოკრატიის ინსტიტუტში ენერგოპრო ჯორჯიას სერვისების გაუმჯობესების მიზნით სემეკისათვის რეკომენდაციები მზადდება, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ხელშეკრულების გაუმჯობესებას შეეხება. საკითხთან დაკავშირებით ენერგოპრო ჯორჯიას პოზიცია უცნობია, მეოთხე არხი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ვერ დაუკავშირდა. ენერგოპრო ჯორჯია წარმოადგენს სერვისის მიმწოდებელ კომპანიას, ჩვენ ვართ აბონენტები და როგორც წესი მხარეთა შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხელშეკრულებით. მართალია ამ შემთხვევაში საუბარია სემეკის შესაბამის დადგენილებებზე, მაგრამ სემეკის დადგენილებებს ყველა არ კითხულობს. კითხულობს იმ კონტრაქტს, რომელიც სახლში უდევს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დეტალურ და ამოწურავ ინფორმაციას მისი უფლებებისა თუ მოვალეობების შესახებ. ჩვენი აღნიშნული საინფორმაციო კამპანიაც ეხება ზუსტად ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტებს. ჩვენ ვთხოვთ ყველა მოქალაქეს მოითხოვონ ენერგოპრო ჯორჯიადან შესაბამის წერილობით ხელშეკრულების გაფორმება.